როცა მეკითხებიან, ვინ არის ყველაზე კარგი მათემატიკოსი, მე ცოტა ვიბნევ, იმიტომ რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება შევადარო ორი მათემატიკოსი ერთმანეთს. თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე კარგი მათემატიკოსი? რა ინსტრუმენტები შეიძლება გამოიყენო იმისათვის, რომ დაადგინო, ვინ არის ყველაზე კარგი მათემატიკოსი? ცხადია, ჩვენ ყავდა და ყავს ძლიერი მათემატიკოსები, ცნობილი მათემატიკოსები და თითოეული მათგანის შრომები სხვადასხვა სფეროში ასევე განსაკუთრებულია. ანუ სხვადასხვა მათემატიკოსს სხვადასხვა სფეროში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ღვაწლი. ნიუტონს მაგალითად მათემატიკურ ანალიზში, კოლმოგოროვს ალბათობის თეორიაში, ევკლიდეს გეომეტრიულ საწყისებში და სხვა. მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მათემატიკოსის შრომა არ არის მხოლოდ მისი შედეგები არ არის. იმიტომ რომ მათემატიკაში აზრობ, რომ აზროვნებისას უკვე მათემატიკოსი იყენებს არსებულ ცოდნას. რაც კიდევ უფრო ართულებს მათემატიკოსების შედარებას. ასევე სხვა სფეროში. როგორ გავარკვევთ, ვინ არის კარგი მათემატიკოსი? ამისათვის ჩვენ გვჭირდება შედარების ინსტრუმენტი. ანუ რას ჩავთვლით კარგს. ხო? აი მაგალითად, თუ დავსვათ შეკითხვას, ვინ არის სწრაფი მორბენალი, ხო? ვინ არის სწრაფი მორბენალი? მაშინ შეიძლება პასუხი იყოს ბოლტი. მაგრამ რატომ იქნებოდა ბოლტი ყველაზე სწრაფი მორბენალი? იმიტომ რომ ის გარკვეულ მანძილს ყველაზე სწრაფად გარბის. რაც ნიშნავს ყველაზე სწრაფად? ნიშნავს, რომ გარკვეული მანძილის გავლას ყველაზე ნაკლებ დროს ანდომებს. რაც ნიშნავს ნაკლებ დროს ანდომებს. მაგალითად, თუ ერთ მორბენალს რაღაც მანძილის გავლისას დაჭირდა 10 წამი, მეორე მორბენალს დაჭირდება, ვთქვათ, ბოლოს დაჭირდება 9 წამი, ხო? ანუ ვთქვათ, ბოლოს 9 წამი დაჭირდა და სხვა მორბენალს დაჭირდა 10 წამი. ხო, აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ რადგან ბოლოს დაჭირდა 9 წამი, ანუ უფრო სწრაფად გაიარა, ის უფრო სწრაფი მორბენალია. მაგრამ არის თუ არა ბოლტი ყველაზე სწრაფი მორბენალი დედამიწაზე? რა თქმა უნდა, არა. იმიტომ რომ უფრო ზუსტი პასუხი იქნებოდა, რომ არ ვიცით. იმიტომ რომ დედამიწაზე შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელიც ბოლტზე ბევრად სწრაფად დარბის, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია არ გქონდეს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვის მონაწილეობა მიიღო, ვთქვათ, ოლიმპიადებში ან საჯაროდ გამოჩნდა, ან ვისზეც გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის ყველაზე სწრაფია. მაგრამ დააგვირდით ახლა რა არის საინტერესო. როგორც კი ავირჩიეთ ინსტრუმენტი, როგორ შევადარებდი მორბენალებს, ხო? აი მაგალითად ცისწრაფე, ხო? მაშინ უკვე გავიგეთ გასაგები გახდა, როგორ შეიძლება შევადაროთ მორბენალები ერთმანეთს, ხო? ყველაზე სწრაფი მორბენალი გასაგებია, მაგრამ ვინ არის ყველაზე კარგი მორბენალი? თუ დავსვამ კითხვას ასე, რას ნიშნავს კარგი მორბენალი? მაგალითად, კარგი მორბენალი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც რაც შეიძლება დიდ მანძილს გადის შეუსვენებლად, ხო? ან რაც შეიძლება სწრაფად გარბის მოცემულ კონკრეტულ მონაკვეთს და მრავალი სხვა. ანუ იმის და მიხედვით, რას ირჩევ შედარების ინსტრუმენტად, ანუ რა შესაძლებელ საშუალებად, რასაც ირჩევ, ამის და მიხედვით შეიძლება შედეგები განსხვავებული იყოს. აქედან გამომდინარე, კითხვა თუ ვინ არის კარგი მათემატიკოსი, ან ვინ არის საუკეთესო მათემატიკოსი, იმის და მიხედვით გვექნება სხვა პასუხები თუ რას გულისხმობთ კარგ მათემატიკოსში. აი მაგალითად, ვის შეუძლია ყველაზე დიდი რიცხვების გამრავლება ზეპირად, ხო? რომელიც ზოგადად მათემატიკოსობასთან კავშირში არ არის, უფრო კალკულაცია და მათემატიკა კიდე სულ სხვა რამეა, ხო? მათემატიკა უფრო კანონზომიერებების აღმოჩენა, დასკვნების გაკეთება, ახალი ფორმულაციის მიგნება, ახალი სტრუქტურის აღმოჩენა და მრავალი სხვა. და კალკულაცია და რიცხვების გამრავლება გამოწვლა, ეს უბრალოდ კომპიუტერული ამბავია. და ვიდრე არ არის კავშირში მათემატიკურ აზროვნებასთან. ეს უბრალოდ შესაძლებლობაა, ხო? შესაძლებლობა, გარკვეული აზროვნების ისწრაფისა და მეხსიერების გარკვეული ერთიანობას წარმოადგენს. კარგი. ჩვენ გქონდა ორი საკითხი, ხო? ვინ არის ყველაზე კარგი მორბენალი და ვინ არის ყველაზე კარგი მათემატიკოსი. და ბუნებრივია, აქ ჩვენ გამოვიყენებთ რა? შედარებას, ხო? ერთმანეთს ვადარებთ ორ რაღაცას. მაგალითად, ვინ არის ყველაზე ლამაზი ადამიანი დედამიწაზე? ვინ არის ყველაზე მაღალი ადამიანი? ვინ არის ყველაზე მდიდარი ადამიანი?
ამ ყველაფერში ჩვენ ვიღებთ შედარებას. კიდევ ერთი მაგალითი, თქვათ, გსურთ იყიდოთ ავტომობილი. აი კონკრეტული მოდელის, ხო? კონკრეტული მოდელის, მაგრამ წინასწარ არ იცით რა ღირს, არ იცით რა ღირს, ხო? ანუ წარმოიდგინე, არ გვაქვს რა შეიძლება ღირდეს. ანუ არ იცით, თქვათ, $20,000 უნდა თუ $200,000. და ბუნებრივად თქვენ ეს ინფორმაცია გჭირდებათ. ამიტომ შეიძლება მაგალითად ავტომობილის დილერმა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ აი ის მანქანა, რომელსაც თქვენ ეძებთ, შეიძლება ნახოთ ფასში მინიმუმ თქვათ $5,000-დან და მაქსიმუმ $15,000-მდე. ეს რა ინფორმაციას გაძლევს? ეს გაძლევს იმ ინფორმაციას, რომ მანქანა რომლის შეძენას გნებავთ, ავტომობილი რომლის შეძენას გნებავთ, მისი ფასი არის $5,000-დან $15,000-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ დაკოთ ამდენი ამ შვალეთში უნდა გქონდეთ თქვენ თანხა, რომ შეძლოთ თქვენთვის ასურველი ავტომობილის შეძენა. და ეს ყველაფერი ნათელს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი შედარება, ან სხვაგვარად რატომ არის მნიშვნელოვანი უტოლობები. ამიტომ ჩვენ ამ ლექციებში და შემდეგ ლექციებში ვისაუბრებთ შედარებებზე, ან უტოლობებზე, რომელიც მათემატიკის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და ასევე განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა ოლიმპიადებში. და არსებობს სხვა ტიპის შედარებები, მაგალითად სახელების დალაგება ან ბანის მიხედვით, ხო, როგორც ჟურნალში არის დალაგებული თქვათ მოსწავლეების ან სტუდენტების სახელები ან ბანის მიხედვით, ხო, ჯერ გვარები A-ზე, მერე B-ზე და B-ზე და ამ შემდეგ, ხო? რომელსაც ლექსიკოგრაფიულ დალაგებას ეძახიან. ჩვენ არ ვისაუბრებთ სხვა ტიპის დალაგებებზე, ჩვენ ვისაუბრებთ ნამდვილ რიცხვთა ბუნებრივ დალაგებაზე, რომელსაც ხშირად წრფივ დალაგებას ეძახიან, იმიტომ რომ წრფეზე რაც უფრო მარჯვნივ არის რიცხვი, მით უფრო დიდია. ასეთი შეთანხმება ხო წრფეზე რიცხვების დალაგების, ასე დალაგება ჩვენ უბრალოდ წრფივ დალაგებებს ვეძახით. დასაწყისში ჩვენ ვისაუბრებთ დალაგების შინაარსზე, ანუ რა თვისებებია დალაგებას, ძირითადად აქსიომებზე და შემდგომში უკვე ამოვხსნით ძალიან ბევრ ამოცანებს უტოლობებზე, რომელიც გამოყენებული იყო სხვადასხვა წლის საოლიმპიადო ამოცანებში, რაც მე ვფიქრობ ქართულ საზოგადოებას საკმაოდ დაეხმარება ამ მიმართულების დაუფლებაში. ანუ ეს ლექცია ციკლი, რომელიც გამოქვეყნდება სხვადასხვა არხებზე, თქვა TikTok-ზე და Facebook-ზე, შესაძლებლობას მოგცემთ გაიწაფოთ უტოლობებში, თქვენ აქ ისწავლით მნიშვნელოვან ძირითადად უტოლობებს, მაგალითად როგორც არის საშუალო არითმეტიკული და საშუალო გეომეტრიული შედარება, მიუხედვის უტოლობა, კოში-შვარცის უტოლობა, ნესპიტის უტოლობა, საშუალო ხარისხოვანი უტოლობები, გადალაგების უტოლობები და მრავალი სხვა. მოკლედ თქვენ ამ ძირითად უტოლობებს ისწავლეთ, მათ შორის იენსენის უტოლობას, ჰოლდერის, მინკოვსკის ამ უტოლობებს და აქედან გამომდინარე იმ ამოცანებს, რომელიც შეიძლება ამ უტოლობებისგან გარკვეული მანიპულაციებით ამოიხსნას. შესაბამისად, ამ ნაწილს მე ხარ გავთიშავ და უკვე დავდებ ამის მეორე ნაწილს, სადაც ვისაუბრებ უტოლობის ძირითად თვისებებზე და აქსიომებზე და შემდეგ უკვე გადავალ ამოცანებზე.